ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულების ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ერთად რუსული კომპანია ინტერრაოც მოხვდა. ინტერრაო რუსული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც შვილობილი კომპანიების გამოყენებით საქართველოში მოქმედ კომპანიებს ფლობს, მათ შორის თელას, თელმიკოსა და ხრამჰეს. სანქციების არგუმენტაციაში მითითებულია, რომ ინტერრაო ფინანსურად ეხმარება უკრაინის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებელ რუსეთის ხელისუფლებას. თუ აღნიშნული კომპანიების მუშაობის პრაქტიკა არ შეიცვლება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდება. რა ეკონომიკური სიგნალი იქნება ეს ზომები და მოახდენს თუ არა გავლენას ქვეყნის ელექტროენერგიის მოწოდებაზე, ტარიფებსა და მომსახურეობის უწყვეტობაზე. საკითხს ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ. ზეგავლენა ექნება ამ სანქციებს და გართულდება ყულევის პორტიდან უკვე ნავთობპროდუქტების იმპორტირება. რაც შეეხება თვითონ ენერგოს კომპანიებს, რომელიც ადგილობრივ დონეზე ამარაგებს ძირითადად, მათაც რასაკვირველია სირთულეები მოელი, თუმცა ისეთი მძიმე არა, როგორც სამ შემთხვევაში ყულევის პორტთან მიმართებაში ვივარაუდოთ. ქართული ოცნების წარმომადგენლები მოსალოდნელ სანქციებში განგაშის სიგნალს ვერ ხედავენ. მათი განმარტებით გამოწვევებთან სწორად გასამკლავებლად სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავს. ისინი ქართული ენერგოჰესების რუსეთთან კავშირზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებენ. ინტერაოს დასანქცირება არის საკითხი, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით უდგება და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვა შემთხვევაში ახლაც საზოგადოებას დავიცავთ ამ რისკებისგან. ეს კიდევ ერთი მაგალითია ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი მმართველობისა. ისინი, როდესაც სტრატეგიულ ობიექტებს გადასცემდნენ ოკუპანტს, მაშინაც ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რამხელა ნაღმის და საფრთხის მატარებელი იყო ეს ყველაფერი. რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს სახელმწიფო არის გარანტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ არავითარი სოციალური პრობლემა და ამ გარანტიის და ამ შესაძლებლობის გამო ქართული ოცნებას ჩვენს გუნდს ხარს უჭერს ზუსტად ქართული საზოგადოება. ევროკავშირის ახალი პაკეტი ქმნის შესაძლებლობას შეწყდეს ტრანზაქციები რუსეთსა და სხვა ქალაქებში არსებულ კონკრეტულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავებას ახდენენ. სწორედ ამ კონტექსტშია ნახსენები ყულევის ქარხანაც. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ქვეყანა სრულად ენერგოდამოუკიდებელი უნდა იყოს. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ქვეყანისთვის აუცილებელი არის ბაზრების დივერსიფიცირება, აუცილებელია, რომ ქვეყანაში განხორციელდეს მსხვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები, მაქსიმალურად უნდა იყოს ქვეყანა ენერგო დამოუკიდებელი, სხვა შემთხვევაში, სხვადასხვა პერიოდში რისკები მატულობს. ყულებთან დაკავშირებით ევროკავშირმა მიიღო ძალიან მოქნილი გადაწყვეტილება, რაც აძლევს საშუალებას ქარხანას, რომ 6 თვის განმავლობაში სრულად ჩაანაცვლოს რუსული ნავთობი. მე მოსმენილი მაქვს ქარხნის ინვესტორების აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ისედაც გადადიოდნენ ყაზახურ და თურქმენულ ნავთობზე. ამიტომ იმედი მაქვს, რომ 6 თვე სავსებით საკმარისი დროა საიმისოთ, რომ ყულევის ქარხანამ აიცილოს ეს სანქციები თავიდან. სანქციებში მოხვედრად ზოგადად თავიდანვე იმიჯი ისედაც შელახული გვაქვს და ეკონომიკური კუთხით ინვესტიციების რაოდენობა ქვეყანაში როგორ შემცირებული, ესეც კარგად ვიცით, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სანქციების მუდმივი გაგრძელება უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაში აღგდებს ქართულ ეკონომიკას და სამწუხაროდ ის თუნდაც მასობრივი გამორთვა ელექტროენერგიის რასტუცილად შეიძლება აღარ იყოს, ასე ვთქვათ, გასაკვირი მოვლენა საქართველოში. ევროკავშირის მიერ კომპანიების სანქცირების შემდეგ ევროკავშირის ბანკებსა და კომპანიებს შესაძლოა შეეზღუდოთ ინტერრაოსთან და მის მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებულ სუბიექტებთან გარკვეული ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო სანქციებისგან თავის ასარიდებლად ყველაფერს გააკეთებს. მათი განმარტებით ქვეყნის სოციალურ ფონდს საფრთხე არ დაემუქრება.